მოგესალმებით, აი დავბრუნდით და მცირედი უპირატე ისა რქვია, მცირედი ის იგრძნობა, რა ქვია, პირიქით კარგად ყოფნა პატრიარქის და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე აღარ დაგხლით ამ თემით სპეციალურად, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, ვიცი თქვენთვისაც და ეხლა მე აქედან დაგიწყოთ კიდე და აქ რაღაცნაირად ნავთი დაგისხათ იმ ცეცხლზე, რაც დღეს თელი დღე დაგრო და პირიქით რაღაცნაირად ჩვენ ლოცვი და იმით უნდა გადავიტანოთ. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღმერთის ხელში არის და ღმერთი არ გაგვწირავს რა და რაც არ უნდა მოხდეს და აუცილებლად მინდა მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით და გთხოვოთ აი პატიმრებს ვიცი რომ ძალიან ბევრი მიყურებთ რომ აი ევედრე ჩვენი პატრიარქისთვის რომ კარგად იყოს რა და ბედნიერებას გისურვებთ ყველა ემიგრაციაში ავი ვინც ხარ ძალიან დაბნეული ვარ დღეს რაღაცნაირად იმიტომ რომ ესეთი რთული დღეები საქართველოს იშვიათად უთენდება და მამა დავით ციცქიშვილი ყავს სტუმრად და მამა ვამბობს რომ ბევრი სნეულება აქვს ადამიანს ბევრი პრობლემები აქვს და იქამდე მეუბნებოდა რომ იცი რა ძნელი არისო თვითონ სხეული იმდენად დიდი ტკივილს ატარებსო რა გარდა იმისა რომ რაღაცა ცოდვებს იმას ხო აი წარმოიდგინეთ სხეულს თვითონ ამხელა ტკივილი გააჩნია და დამაინტერესა სხვათა შორის ამ თემამ არ მქონია მსგავსი თემა და მამა რო არ კითხოთ პატიმრებთან განსაკუთრებით ატო მოვიკითხავ ისე ბევრი წერილები მომდა და დღესაც მომივიდა რა ათობით წერილი მომდის მადლობა ვინც ხართ ვინც კითხულობთ ხოლმე ყველას ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ აი ეს წერილი ვინც გამომიგზავნა კიდე მას ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერებას უსურვებ და ყველაფერს იკეთეს და თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი მამა რო დავიწყოთ მე არ შეგიშლით ხეს. მადლობა მოგზაურობისთვის. დაგლოცოთ და საერთოდ არის რამდენიმე გამონათქვამი რომელიც დიდი შინაარსის მატარებელია. ეს სიტყვა წუთისოფელი ქართული. ანალოგი შეიძლება იყოს სხვა ენაში. როდესაც წლები გემატება, უკან მოიხედავ. გაიფრინა ამ ცხოვრება. ადრე როცა ბავშვი ვიყავი ახალგაზრდა ხან შესული ხალხი რო იტყოდა რომ ვერც კი გავიდა ისე გავიდა ეს ცხოვრება გავიგე თითქოს გუშინ იყო სკოლა ინსტიტუტი და ოჯახება ეს შემთხვევა მიყვარს მამა კლეობა ილიესა აქვს თავის ციკში დიდი რუმინელბერს რომ ადამმა იცხოვრა 930 წელია და რომ დადგაო მისი ამ ქვეყნიდან გასვლის შამიო მე ვიდა ურიელ თავარანგელოზიო და ეუბნებაო რომ დამთავრდა შენი ცხოვრების ხანაო მიწიერი და უნდა ზეცაში აგიყვანო და თან ეკითხება როგორ მოგეჩვენა ეს ცხოვრებაო თითქოს ერთ კარში შევედი და მეორედან გამოვედი ეუბნება ადამი ეს მართლა საოცარი სიტყვებია, გინდა 90 წელი იცხოვრო, გინდა 900, არა, შეგრძნება არის ეს, რომ გაიბრინა ჩიტივით აი ამ შენმა ცხოვრება. და კიდევ ვიმეორებ აი ქართული ენა დიდი სიბზნის მატარებელია და თუნდაც ეს სიტყვა რო ავიღოთ, წუთისოფელი. ესე გარბის წლები და რაც გემატება ასაკი უფრო გარბის. ბევრი ამბობს დრო დაჩქარდაო. არა ესეთი ფსიქოლოგიური შეგრძნებაც არის. მართლა ძალიან ჩქარა გადის ეს ჩვენი დღეები, ესე ვიტყოდი. და მოიხედავ და უკვე გიახლოვდება წამე, როდესაც იმ ქვეყნად უნდა გადახვიდე. ერთი ცნობილი პოეტია ჩვენი, კარგი ძალიან, გრიგოლ აბაშიძე, მისი ლექსი მახსენდება. როგორ იწყებს იცი?
გაქრა 80 წელი დადნა წამებად, არც გათანება მიხარია, არც დაღამება. წუთი სოფელი გრძელი რომ მეგონა მოკლე ყოფილა, თვალის ერთი დახამხამება. როდესაც წლები გემატება, ასაკში შედიხარ, რა არის ოცნების სახე ხდება რა უპირველესი. რომ მე ვიძახი ადამიანურ მომენტს, ფსიქოლოგიურ მხარეს და არა ლაპარაკობ ამ შემთხვევაში რელიგიურ მიდგომაზე. ოცნების უმთავრესი სახე რა ხდება, რომ ადამიანი ნატრობს დაიძინოს და ძილში გავიდეს და აღარ გაიღვიძოს. ამ სურვილს ადამიანს ვერ წაართვა. ერთია რელიგიური მიდგომა. აქ ჩვენი ეკლესია რას გეუბნება, რომ უფალმა იცის როგორ გაგიყვანს და ესე გაგიყვარს უცბად თუ ტკივილით, წამებით. ყველას უნახავს ლოგინა ჩავარდნილი ადამიანები წლების განმავლობაში, რას უძლებენ. ჩვენ სასულიერო პირებს მით უმეტეს გვიწევს მათთან შეხვედრა. მივდივართ აღსარებას გეუბნებიან ვაზიარებ და არც თუ იშვიათად ფიქრობ, ესე იგი რა გაძლება აქვს ადამიანს, რომ ესეთ მძიმე ყოფას მე ესე ვიტყოდი უძლებს. რა არ შეიძლება მან დაითმინოს და მოითმინოს. როდესაც წირავთ ხოლმე ჩვენ სასულიერო პირები ლიტურგიის დროს ვამბობთ ესეთ სიტყვებს: მშვიდობითი უჭირველი აღსასრული, მოგმადლე უფალო. აი სულ შეგრძნება იმის, რომ ვევედრებით უფალს მშვიდობით აღსასრულს არ მოედგინეში. ხო და რა მინდა იცი თქვა გიორგი, რომ თვითონ სხეული ჩვენი ეკლესიური გაგებით როცა ადამიანის არსებას მიმოიხილავენ ხოლმე სამხარეს გამოყოფენ. ერთი არის სხეული, მეორე სამშვენელი და მესამე არის სული. სხეული მიწისგან შექმნა ღმერთმა და სხვათა შორის აი სახელწოდება ადამიანი, რომელიც მოდის ადამისგან. პირველი ადამიანისგან, არა? ადამი რას ნიშნავს, იცი? ნიშნავს წითურ მიწარს. ხა, მიწა. მიწა იყო, მიწად იქეც. ხო და თვითონ სხეული ძალიან ნატიფია თავისი აღნაგობით და მას ფაქიზი მოვლა ჭირდება. წმინდა სევასტიან ყარაგანდელი ამბობდა, რომ ჯანმრთელობა სოფლის წყარობაა და მას მოფრთხილება ჭირდება. იმიტომ რომ რასაც ახალგაზრდობაში იგნორირებ, მე ასაკთან ერთად სულ წინ გვხდება. ამიტომაც უკვე მე ხშირად მithქვამს, რომ ახალგაზრდობაში უნდა ემზადო სიბერისთვის. და თვითონ სხეული დიდი ტანჯვის მომტანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის. რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ ვის არ შეუგრძნია გაუსაზლესი ტკივილი. კბილი გტკივა, თავი გტკივა. ცნობიერება რითი არის მოცული? ოღონდ ეს ტკივილი დამთავრდეს. აი მაშინ ხვდები, მაშინ აფასებ თურმე რა ბედნიერება უტკივილად ყოფნა. აი როცა გტკივა. იქ ეხა პირდაპირ უნდა ითქვას, ეხა რეალურად თვალი გაუსწოროთ სიენამდვილეს.
არაფრის თავი აღარ აქვს. იქ ლოცვის თავიც აღარ აქვს ხშირ შემთხვევაში. უფალზეც აღარ ფიქრობ, ახლობლებზეც აღარ ფიქრობ. ერთი აზრი არის. ოღონდ დამთავრდეს ეს ტკივილი. ოღონდ. და ცხოვრება აუცილებლად გამოგაცდევინებს ამას, რომ მიხვალ ზღვარამდე, როცა თითქოს უკვე მეტი აღარ შეგიძლია. და რა არის ეს საინტერესო, თვითონ ჩვენი ყოფა ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის კუთხით. აი დაკვირვება ბევრ დასკვნას გაგაკეთებინებს. და როდესაც ფიზიკური ტკივილი არის გაუსაძლისი, აი მაშინ მოდის დახმარება. მაშინ უფალი რაღაცნაირად უხილავად გეშველება. თვითონ ქრისტიანობაში დიდი სიბრძნე არის ჩადებული და ჩვენი სარწმუნოება მოიცავს ადამიანსა და ღმერთსორის ურთიერთობის მაცოდნას. ერთ-ერთი რა არის, არა მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს შეეხება ეს, არამედ ბევრ ამას, რომ უფლის წყალობა დახმარება მოდის აუცილებლობის შემთხვევაში. უფალი ხშირად ახანებს შეწევნას და აი როდესაც უკვე ზღვარს უახლოვდები, აი მაშინ მოდის. ეს ძალიან საინტერესო ხარი არის ადამიანსა და ღმერთ შორის ურთიერთობის, მე ესე ვიტყოდი. მაგრამ კიდევ მეორებ, ესე ადვილი არ არის ჩვენი უზენაესთან ურთიერთობა. ძალიან კაცრ და მძიმე გამოცდას გასდის ადამიანი. ძალიან. და ერთ-ერთი აი რაც თქვი, ურთულესი არის, როდესაც გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილია, როდესაც სხეული უძლურდება. ჩვენ ფსალმონში რას ვკითხულობთ? დღენი წელიწადთანი 70 უკეთ უძლიერებაში შინა 80 წელი და უმრავლესი მათგანი შრომა და სამბობა. წარმოიდგინე. სამბობა რა არის? ეს არის ავადმყოფობა. ასე რომ უკვე ეს ღვთაებრივი ტექსტი მიგანიშნებს, რომ ბევრ ავადმყოფობას ვერ აცდები შენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მოვლა ჭირდება შენს ორგანიზმს, მაგრამ რამდენიც არ უნდა უარო, გამოგეწევა ეს სნეულება. ცდება რა. ცდება ხო? აქ მე ფიქრობ უკიდურესობაც არ არის კარგი. უკიდურესობაში რას გულისხმობ მე? უნდა მოვუარო შენ სხეულს, უნდა ასე ვთქვათ, ჭკუა გამოიჩინო ამ კუთხით, მაგრამ როდესაც ზედმეტად უვლი, ესეც უკიდურესობა. აი ზედმეტად რო ფიქრობ ჯანმრთელობას. ერთი შემთხვევა მახსენდება. ჩვენ ახალგაზრდობის დროს ეს დიეტა იყო ბრეგის ცნობილი. ხო და ხა ამ კაცმა დიეტა შექმნა და ესე ძალიან დახმოფინებდა თავის სხეულს, ორგანიზმს. და სხვებიცაც შეეშველა ამ თვალსაზრისით და მაგრამ საინტერესო იყო მისი აღსასრული. აი რომ დახმოფინებდა ამ თავის სხეულს. როგორც მე მახსოვს, ზღვაზე იყო ტალღამ დაარტყა და გავიდა იმ ქვეყნად. ანუ უფლის ხელშია ჩვენი სიცოცხლე. რაც არ უნდა მოუარო მანიცის როდის გაგიყვანოს. მაგრამ აი რაც თქვი, გაყვანა საკმარისად ხშირად დაკავშირებულია ძლიერ ტკივილთან. ძლიერ. და ერთი საინტერესო დეტალია იცი, გიორგი, როდესაც სული ამოდის სხეულიდან. როგორც ის ხალხი აღნიშნავს, რომელმაც უკვე გაიარა ეს გზა, ეს ეტაპი. განთავისუფლებას, სიმშვიდეს, სიამოვნებას გრძნობენ, სხეულს რო შორდებიან. აი ეს დეტალი სათანადოდ არ არის წარმოჩენილი. უფრო გასაგებად რო ვთქვა, აი წარმოიდგინე შენ გტკივა კბილი ძალიან და ეს კბილი მოიშორე. ხო. რას გზნობ? რომ რაღაცა ძალიან დიდი ტკივილის მომტანი სიმძიმის მოგშორდა. აი ეს არის სხეულიც. ჩვენ სამწუხაროდ
ისე ვართ მოწყობილები, რომ ბევრ თემას ვეხებით, ვსწავლობთ, ინფორმაციას ვღებულობთ, მით უმეტეს 21 საუკუნეა, მაგრამ აი უმთავრესი რაც არის. აი რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სიცოცხლის დამთავრების შემდეგ. ამაზე სათანადოდ ნაკლებად ინტერესდებიან. მით უმეტეს 21 საუკუნის ადამიანი. წარმოიდგინეთ. ეს მარადიული თემები მისთვის უფრო უცხოა ვიდრე ალბათ ადრე სხვა თაობის წარმომადგენლებთან გვხვდებოდა. ფიქრობენ გართობაზე, მატერიალურზე. იქ ტექნიკა ყოფით, ну საერთოდ ახლა ესე ვიტყოდი რომ მოიპარა ადამიანი ხო ყოფით მამა. ხო რაღაცა ძალიან ზედაპირული გახდა და რა თქმა უნდა მე დარვინს არ ვეთანხმები რომ ამბობდა რომ მაიმუნისგან შეიქმნა ადამიანი მაგრამ მეგონია რომ მაიმუნობისკენ მიდის სწორედ 1000%-იან თუ გამაიმუნებისკენ მიდის იმიტომ რომ ნუ ეხა არ არის აქ დასამალი რომ ის სიღრმე აღარ არის, ის აზროვნება აღარ არის, ის ადამიანურობა აღარ არის, ის სიყვარული აღარ არის, ის სითბო აღარ არის. მამა, მიზეზი მინდა რომ გითხოვთ. აი რა არის იცით მამა, აი შეიძლება მე პრობლემაში ყოფილიყავი, მაგრამ ესეთი გამხიცებული არ ყოფილიყავი რა. აი ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა რო ქონდა საკვები, სხვა გემახსოვრებოდა რომ მშიერი იძინებდა. ყოველ შემთხვევაში ხდებოდი. აი მაგალითად შენ რო ქონდა საკვები და ვიღაცა დაიძინა და მშიერი შენ ხვდებოდი რომ რა დააშავე და დღეს ვერ ხვდებიან შეიძლება მოგიბრუნდეს და გითხრას რა ძმო ცუდად არის რამე აი ამ შემთხვევაში მამა ვიღაცა რომ ცუდად არის ზოგიერთი ვერ გძნობს მამა ამ შემთხვევაში მამა ადრე ვინც აშავებდა სიტყვაზე თუ იყავი ხამი ხვდებოდი რომ ხამი ხარ ან გადაგიცდა ხვდებოდი მაგრამ დღეს ეს ადამიანები თითქოს ნორმათ ექცათ და ვერ ხვდებიან მამა მიზეზი ეხა აქ რამდენჯერმე მე აღნიშნე და ვთქვი პირადად მე აი თვლი რომ ნომერი პირველი მიზეზი არის მაინც აი ტექნიკური განვითარება პრობლემა აი პირადად ყოველ დროს გავაკეთე ესეთი დასკვნა ну ზოგი შეიძლება დამეთანხმოს ზოგი არ დამეთანხმოს თავარი იარაღი დღეს ეშმაკის ხელში გახდა მობილური. წარმოიდგინეთ. სხვადასხვის მამა მე გეთახმებით, იცით? კი, არა, ამიტომაც ამაზე არის სერიოზული დაფიქრება საჭირო. იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს ეს გამონაგონია რა, რას აკეთებს? ქროლავს ადამიანი, ქროლავს. ის დრო, რაც უნდა წავიდეს ფიქრის მიმართულებით, კითხვის მიმართულებით, ურთიერთობის მიმართულებით, განვითარების მამა, განვითარების მიმართულებით. აი ამ ტექნიკამ ჩახლაბა. რა. მე რა არის, იცი, ნუ დრო ხომ მიდის. მე ვერასწრებს ადამიანი ძალების აღდგენას. აი გადაიღალე ხო? დაიჭირეს მობილური. ძალებს ვეღარ აღიდგენ. აღიდგენ როდის, როცა აი ჩაჯდები სავარძლებში ან წამოწვევი შენთვის შუმად განმარტოვდები. მაშინ აი ეს არის დასვენების პოზა, წარმოიდგინეთ. ასე რომ ამ კუთხითაც იფიტება ადამიანი და როდესაც ადამიანი არის გამოფიტული. წარმოიდგინეთ. ვინმეს მოკითხვის თავი აქვს მისი ჭირის გაზიარების და წესი რა არის დაურეკავ მობილურით მესეჯ მისცერ აიგე და ადრე რას აკეთებდნენ მესეჯ კი არ წერდნენ და რეკავდნენ მიდიოდნენ აი წარმოიდგინე შენი ცხოვრებისეული სიტუაციები მიხვედი ახლობელი მოინახურე, გაჭირვებული. გული ხო სხვანაირად გათხრა. რა თქმა უნდა. ხო სხვანაირად შეიგზენი მისი ჭირვა რამეა რა. თქმა უნდა.
და როცა ცხოვრების წესი ესეთია, ფაქტიურად ხო ადამიანი ჩაიკეტა. კი ბატონო. არავის თავი აღარ აქვს, მე ესე ვიტყოდი. ისლამოსლა გაცილებით შემცირდა ვიდრე ადრე იყო, არა? გაცილებით კი, მამა, მე მგონი საერთოდ აღარ არის. აღარ არის მე მგონი, სტუმრად მის რაღაცა ეს ყველაფერი, რითაც ჩვენი ერი გამოირჩეოდა. ადრე ხა რო ამბობდნენ ხოლმე, მაგალითად საზღვარგარეთ დიდ უზრდილობად ითვლებაო თუ ისე დაადექიო ადამიანს, წარმოიდგინე. მე მგონი ისე დრო ისეც არ გადგებიან, მამა. ისეც არ გადგებიან, ხო. ხო და აი ხა წარმოიდგინე. როგორ ყოფაში გვიწევს ჩვენ უკვე ცხოვრება. და ამიტომაც აი ჩემი შეხედულება ესეთია, რომ აი ტექნიკურმა განვითარებამ ძალიან დაწია ადამიანის განვითარება. ეხლა დადებითიც არის ვერ დაუკარგავ, ხო? როგორ არაა დადებითი? ეშმაკი დადებითით მოდი. ხო. პრიმიტიულად კი არ მოვა. რა თქმა უნდა. 21 საუკუნეა რა. მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ეხლა. ვერ გადააგდებ მობილურს, ხო? მაგრამ ერთი სხვათა შორის ჩემი ახლობელი მოძღვარია და მან მითხრა, რომ მისი მრევლი ესპანეთში დიდრულ ოჯახში მუშაობს. და ვკითხე, იქ აი ბავშვები მაგალითად ესე დამოკიდებულები არიან მეთქი? ხო. ხო არ გაგიგია მეთქი აი მობილურზე და რა მიპასუხა, იცი არაო. ძალიან განსაზღვრული არისო. დროც არა აქვს, რომ მობილური ხელში დაიჭირო. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ვერაცდები შენ ამას. იმიტომ რომ ეს დინების საწინააღმდეგო წასვლა იქნება, მაგრამ ხონდა ვიფიქროთ არა, რომ ზომიერი გავხადოთ ეს მოხმარება განსაკუთრებით ბავშვებთან, ხო? 1000 რამაზე ფიქრობთ. მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანზე და ჩვენი ერის სიჩნულე ხშირად რაში გამოიხატება, რომ არსებითი პრობლემა რაც არის, არა? იმაზე სათანადოდ ჩვენ არ ფიქრობთ. და რეალისტურ გზებს ჩვენ არ დავსახავთ ხოლმე. რა ამ პირობებს სისუსტეს? ეხლა არ არის დასამალი, ხო? ბევრს გაუგონია, რომ მოდის სჭობელი დაღლილი დაკანცული, არა? თქვათ შეიძლება მობილური მიაჩიჩოს, ხო, ბავშვს? ყველაზე რთული მე რომ მკითხო საერთოდ ბავშვის გაზრდა. ამ ქვეყნად. აი ჩვილები. მიდი და გაზარდა ჩვილი. ღამეები რო გიწევს, გათენება. ხშირად რო ჭინჭყლობს. ურთულესია ქალიშრომა. ამასაც ჩვენ საფრთხანად ვერ ვაფასებ და ხშირად ბოდიშე ქართული კაცული მოტრუკული იმის მიდგომების. შეიძლება გაიკეთებია. და რამდენჯერ მინახავს, რომ საწყალი ქალი არის ესე. შრომაში გაიგე და ის ქმარი და ის ახლობლები კიდე ჰაი ხარალო კეიფომენ და ასე შემდეგ. ერთად დაწერა, რომ როცა ქმრის მეგობრები გადღეგრძელებენ და შენ უყურებო, რომ ესე რო წავლენ მთელი ღამე დასარეცხი გაქვს სისტემებიო და ისინი შეგანია. თბილისში ვცხოვრობთ და რამდენჯერ მინახავს ეს. ისე მამა მოწყენილები არიან ხალხი, ხო? ბოდიში გააგზავნეთ რამდენი. არა, რამდენჯერ მინახავს ეს ქართულ კაცური ქაჯობები და არა, ყველა მამაკაცზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ბევრი არის, რომელიც აი გაურბის რა ამ რეალობას და აი კომფორტულ ყოფას იქმნის რა ქალის ხარჯზე, მე ესე ვიტყოდი. მამა, ძალიან მოწყენილები დადიან, მშობლები ისინი, ხო ეხა რამოდენიმე ის მომიწია, ჩემი დეიდაშვილის ბავშვი იყო ჩამოსული და პარკში და იმაში მომიწია გავლა, მამა, იცი ამ მოწყენილები დადიან. ვეკითხებოდი მიზეზი რა არის მეთქი, გოგოები მოდიან პატარა ანგელოზივით ბავშვები უჭიო, ჩამოტირით მამა სახე. მეთქი აი მიზეზი რა არის? ზოგი ამბობდა დედამთილი, ზოგი ამბობდა ქმარი, ზოგი და აი როგორ შეიძლება რომ აი ამ ყველაფრით ვერ გაიხარო, ხო? ანგელოზივი ჩვილი რაღაცა. აი ადამიანი აი ქართველმა მამა აი რაღაცა გახარებაც არ იცის სათანადო. და სხვათა შორის ერთს გეტყვი კიდე თუ შეიძლება სანამ თემაზე რო არ დამოვიწყდეს. პატიმრებს რო ვიკითხები ხოლმე მამაო რა დაგაკლდათ რო დაგიჭირეს პირველი თქო. იცით ას მეუბნებიან მობილურს ვეძებთო. წარმოიდგინე პირველი რამ ხელაზე არიან დამოკიდებული. აი
ერთს არ უთქვამს, რომ აი რომ დამიჭირეს რაღაცა, ის სხვა რაღაცა რო ეს. პირველი რომ შემოდიონ მობილურს, ზოგი ხო შეიძლება ვიღაც მანქანა თქვას, არა, პირდაპირ ამბობენ, აი წარმოიდგინეთ, ამ ხელას დამოკიდებულები არიან, რა. ხო, აი მობილური, სხვათა შორის მონასტერში ხცია მობილურმა, მე როგორც გავიგო. კი ბატონო. აი კიდევ მეორე ეს ძალიან დიდი ნაღმია რა, მე რასაც უყურებ და კიდე რა არის ეხა სანამ ამ თემას დავბრუნდები. ერთი რამ მინდა კიდე აღნიშნო რა. ესე იგი, იმდენად მძიმეა ადამიანის ცხოვრება. ბევრი სტრესის შემცველია. და რა არის საინტერესო რომ კაცს უჩნდება მოთხოვნილება რომ გაითიშოს, გონება გათიშოს. გაექცეს სინამდვილეს. არა და მამა შეიძლება იქ მაპატეთ, იმიტომ რომ ეს ხო ტვირთი. ტვირთია შენი რა გასაკეთებელი. ხო, მაგრამ რამდენიც არ უნდა უძახო ტვირთი, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთი ვერაგი რამ არის რომ რამდენიც არ უნდა უთხრა რა იმას უნდა რომ გაითიშოს. მე დიდი ხნის წინ ერთმა ხანშესულმა კაცმა მითხრა რომ აი ტელევიზორს თავ, იმიტომ რომ არ ვიფიქრო და ჩემ ტკივილზე, სევდაზე, ნაღველზე, წასულ ადამიანებზე. ხო და მაშინ იმდენად ვერ გავაცნობიერე და მე წლები რო გემატება, იცი ეს ხეთო ჩართე ტელევიზორი. მაშინ იცი რა არის წლები რო გემატება ეს სევდა ნაღველი, აი ეს ახლობლები, რომლებიც წავიდნენ, უფრო ბევრია, კაი, ანუ რას თქვი რითაც დავიწყეთ წუთი სოფელი ხო, მაგრამ არის კიდე მეორე გენიალური გამონათქვამი ქართული. ბინდისფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება. და ეს რომ ბინდდება, ამას გაძლება უნდა. ეს ძნელი გადასატანია. და ადამიანი გარბისა სინამდვილიდან. და ამის ერთ-ერთი მეტად მძლავრი საშუალება არის მობილური წარმოედგინეში. აიღებს მობილურს, ქროლავს და სინამდვილეს ეთიშება. მაგრამ ეს სქემა ჩვენ რო ეხა თქვით და გავაცნობიერეთ ბოროტი ძალისთვის რა არის გაცნობიერებული იმან ძალიან კარგად იცის ყველაფერი. ხო იცით რა მოიგონა მამა? მოკლე ვიდეოები რომ არ გადაყვა, აი 15 წამიანი რომ რაღაცა მაინც ჩაგითრიოს, წარმოიდგინე. რაღაც ლიმიტი აქვს, ხო იცით, რასაც ადამიანის ტვინი იმაში. ყველაზე დიდი ფსიქოლოგია არის ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალა. ყველაზე დიდი ფსიქოლოგი წარმოედგინე შენ. ასე რომ სამწუხაროდ ბევრი ერის ფსიქოლოგია რა ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებს. არ წარმოადგენას კი არ აქვს ამის შესახებ. თუ რა დონის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის ეს ძალა, ოღონდ ძალიან ჭკვიანურად ვერაგულა და დახვეწილად. ესე ვიტყოდი. აი ერთ-ერთი აი რაც აღუნიშნე და რასაც ხაზი გაუსვი. არის ეს. დღევანდელ ადამიანს განსაკუთრებული სურვილი აქვს გათიშოს გონება და გარბის სინამდვილიდან. ვიღაცა ნარკოტიკით გარბის, ვიღაცა სასმელით გარბის, მაგრამ ყველაზე მძლავრი გასაქცევი დღეს გახდა მობილური. მამა ხათა რა არის ის მამა ის აქვს აქვია დროს ისე კპარავს რომ ვერ ხვდები. აი ჩემცაც ეხა აი თქვენ ხო ამდეხას აი ამხელა ჭკუას მარიგებთ ვერ ხვდებით, მაგრამ აი უცბად თქვენ რო წახვიდეთ 1 საათი შეიძლება აი აქ ისე დამეკარგოს ამ მობილურის იმაში რომ ხო აი იმიტომ რომ ადამიანის აი ამ ინტერესს ბოროტი იყენებს სხვანაირად მამა და ეს ინტერესი აი მიმართულება მამა შეიძლება რომ აი სხვა მივცეთ და უფრო სხვანაირად იმას ქნას მამა. რა თქმა უნდა შეიძლება სებასტიან ყარაღანდელი ვახსენე მე წმინდანი ის ამბობს რომ ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია არის დრო. დაკარგავ დროს, დაკარგავ ყველაფერს. ეხლა მე გეტყვი ჩემი გადმოსახედიდან, აი უფალმა აი რა მოთხოვნა წამიყენა. მთავრესი რომელიც გამოიყო ჩემ ცხოვრებაში. ეს არ არის თეორიული წიაღსვლა, ეს არის აი ცხოვრება რომ ნამდვილად გიჩვენებს. ერთ-ერთი რა არის, იცი? ეს არის ის რომ დრო გამოვიყენო უფრო სულიერად.
ეს წლები მამა როდისმე ახლა ასაკში თუ პატარა ასაკში უფრო და უფრო გამოიკვეთ. აი ახლა დიახ. ყოველ სიტუაციაში, ყოველ მოცემ მომენტში უნდა განსაზღვრო ყველაზე სულიერად როგორ შეიძლება ეს დროის მონაკვეთი გამოიყენო. ეხლა რომ ლაპარაკობთ მობილურზე. დიახ. მეც საიდან ლაპარაკობ? თეორიული გამოცდილ იმითი წიაღსვლებით კი არა. იმიტომ რომ მეც რო დავიჭირე ჩემი ძველი პროფესია მაშინ მშველის, გაიგე დაკვირვების უნარი მე. აი იქ მივხვდი უცებ რომ ამ ხელა ნაღმი აქვს ჩადებული რომ ჭაობივით გითხრებს. და მე ეს რომ 1 საათი რომ ამაში დავხარჯე, ხო? ფიქრობ არ ჯობდა წიგნი წამეკითხა, არ ჯობდა მეფიქრა, არ ჯობდა ვიღაცა მომეკითხა. წარმოედგინეში. და მე 1 საათი რომ დავიჭირე, ხო? და მე ვიღაცა მოვიკითხა. მე გამოფიტულმა მოვიკითხა. გაიგე? აჰა. ის ემოციები ის ემოციები უკვე მე ვეღარ გამოვამჟღავნე. ის აზროვნება უკვე აღარ იყო. წარმოედგინეში. ხო და ეს მარტო მობილურს არ შეეხება. ხო, ან მობილურს ისე ავთორ, აი თლიანად აი მე რომ კითხო. შეიძლება ვიღაცა კომპიუტერზე ზოგი, რა ვიცი, 1000 ის, აი ამ ტექნიკის განვითარება, ზოგი ტელევიზორია თუნდაც. ტელევიზორი თუნდაც. თლიანად, დიახ. ეს ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულმა უნდა განსაზღვრო. დროის მოცემულ მომნაკვეთში ყველაზე მეტად სულიერად როგორ შეიძლება ეს წუთები გაატარო. სულ უნდა საზღვრო, იმიტომ რომ ზემოდან გიყურებს უფალი და ჩვენ ძალიან ბევრ დროს კარგავთ. ახალგაზრდობაში ხო კარგად და კარგავთ. მე უფრო შედარებით ყავს დროის გატარების ფასს როიდებს მაშინ. ხო, მაგრამ მე ძალიან ბევრ დროს კარგავთ. უაზროდ და არასათანადოდ. წარმოედგინეში. თან მამა აზროვნების უნარი ნახეთ, აი დაღეჭილი ხარ, რამდენი რაღაც არის ხა თანამედროვე ისინი მოიგონეს რაღაცა ეს ChatGPT რაღაცეები, ხო და როგორი რაღაც არის დაღეჭილს და იმას გაწვდის. მე შენ უბრალოდ სააზროვნოს აღარ გიტოვებს და ყველაზე მაგარი რა არის იცით, სუროს სწორი მოგაწოდოს, მამო, შენი ტვინი ხო კვდება, იმიტომ რომ ვერ ვითარდები. აჯობი რომ შეცდომა დაუშვა და სიტყვაზე ორჯერ ორი გეგონოს 8 და შენ თვითონ გამოასწორო, ვიდრე ის დაღეჭის რომ გაწოდებს, ხო? რა თქმა უნდა, ვერ ვითარდები, ვერ. ხო, მაგ ეგ უნდა ზუსტად, მაგრამ განუვითარებელი ადამიანი კი არა, განვითარებულები არიან და ღმერთს გმობენ, მამაო და განუვითარებელი როგორ ადიდებს ღმერთს? განუვითარებელი მით უმეტეს. ამიტომაც აი სიღრმე დაიკარგა აზროვნების, ახლა ბევრჯერ აღვნიშნე მე რომ სიმღერა აღარ იწერება, ფილმი აღარ იღება. ათუ მამაო ჩაწერე, ახლა რაღაც ფილმებს აკეთებ. ხო იცი ფოტოს მისცემ და ფილმად გადააკეთებ, მამაო, წარმოიდგინე. რა ფილმები ხელოვნური ინტელექტითაც სერიალები სადაც რაღაცა დეტექტივები რაღაცა ის მოკლედ რა ხელოვნებაზე უკვე ლაპარაკია ხო და აი სიღრმე რო იკარგება უკვე ადამიანი ის კი არა აი რა საინტერესოა რა შეიძლება მე მეჩვენება მაგრამ აი მელოდია ხო სიმღერას ასრულებს თანამედროვე მომღერალი. სად ძველი რო შეასრულებდა? თუ დღეს ერთ ეგოე შესრულება, მაგრამ იმ ძველს მეტი სითბო ქონდა, მეტი ლირიზმი იყო, გადასვლები ქონდა ისეთი. იმიტომ რომ პიროვნება მღეროდა და ეგ სხვა სიღრმის პიროვნება და ეხლანდელი შესრულება ერთ ეგოეა თითქოს. მშრალი, ცივი თამამო სხვა არ არის გათვალისწინებული. თავისთვის ღერის ყველა. ადრე მამო ხალხისთვის იყო. თავისთვის ღერის და კიდე უბედურება იმ ძველ სიმღერებს მართლა გენიალური რომ არის და ძალიან წარფტაცი არა? ხო, რემიქსი ხო. ანუ ისე ცვლიან, გაიგე რომ ნამდვილი პეწე ეკარგება იმას, რა. და ზოგჯერ ერთი სული გაქვს სიმღერას რომ მოусმენ რომ გამთავრდეს რა. იუმორზე აღარ ვლაპარაკობ. თანამედროვე იუმორი ხო ეს იუმორი არ არის. შეიძლება ერთი 20 წუთი, ნახევარი საათი უყურო, გაიგე, თვითონ იფხრიწებია სიცილით. და შეგე გეტირება, ვერანაირად ვერ იცინი. ეს ხო იუმორი არ არის. მე რა გინების კორიენტილი, მე რაღაცა ანეკდოტები, გაიგე, რაშია საქმე. მეტი თემა თითქოს არ იყოს ეს სექსუალური მომენტი რო არის წინ წამოწეული ვულგარული რა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა.
ეს სპეციალურად მამა, ცოდვის დემონსტრირება ხდება, რომ გაუბრალოდეს შენ. ცოდვის თუ იმის თუ ამის ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ვულგარული ის არის. შეადარა ეხა ძველი ჰუმორი და თანამედროვე ჰუმორი. ძველი ადამიანი მამა, თუ დღევანდელი. ხო, აი. ხო და ეს ხო რეალობაა რა. სამწუხაროდ მამა როგორ გავექცეთ ხა აი ამას მამა ხა ხო იცით აი ზოგი ფიქრობს რომ მე ერთი ვარ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვას ხო აი ამ შემთხვევაში აი ამ ყველაფერს როგორ გავექცეთ მამა იმიტომ რომ ხალხი ნიჰილიზმშია და ხდება იმასაც რომ მათ ისინი რომ ფიქრობენ ეს დასაფასებელი მასაში არ არის თორე ხა მასამ რომ აგძნობინოს იმას რომ ცუდად რომ ღერის ან ბოროტი რო არის ან ვიღაც კაზინო რო აქვს რო აგძნობინოს რომ მე ძმაო სუფრას შენ ვერ დაგპატიჟებ არ გეწყინოს მე ვახშე ხარ შენ ვერ დაგპატიჟებ კაზინო გაქვს და ხალხს ამწარებ მაპატიე ან შენ სპორტსმენი ხარ კაზინოს უკეთებს რეკლამას ვერ დაგპატიჟებ შენ რაღაცა ცუდი პოლიციელი ხარ იქ კაცს იჭერდა იმაშვები რა ქვია ან ცუდი პროკურორი ხარ რაღაც სიტყვაზე ხო მე მამა არ იქ მაგრამ ეს ხალხი მამა დაფასებული არის მოთხოვნა სხვა არის და შენ უკვე გიკვირს რა ქნა აღარ იცი მიხდით მამა აი ეს ადამიანები ბავშვის ნათლიები არიან ოჯახში მიღებულები არიან სუფრებს უშლიან შენ შეიძლება არ გაგიშალონ მაგრამ იმას გაუშლიან შენ რას გეტყვით აუ ეს იქ ჩარჩა კაცო ეხა სხვა დროა პირიქით თუ შეიძლება მამა აი დღეს პატივსაცემი საერთოდ სხვა მე ხა ჩემს არასდროს არ იქნება მე ეგენი პატივსაცემი მაგრამ სიტყვაზე სხვა ის გახდა რა ტოტი გიორგი ერთ-ერთი ჩვენი დამახასიათებელი თვისება დიახ ეს არის ანგარება აი ეს ჩვენ კიდე სათანადო ანალიზს არ ვაკეთებთ რა ცოდვილია ადამიანის ბუნება და მით უმეტეს 21 საუკუნის ეხა გულახდილად რო გითხრა დიახ ზოგჯერ მეუბნებიან რომ მე ზედმეტად თამადი მივარ ჩემ გამონათქვამებში მაგრამ ნუ ფიქრობ რომ მაინც ცხოვრებიდან ამოვდივარ უნდა შორის ხო მოვქნა ხა მინდა რომ თქვა ჩემი კონსტიტუციური უფლება ჯერჯერობით გააქვთ ჯერჯერობით მე არ ვიცი თუ გაგვიყვანეს აქედან ორი დიახ ახალგაზრდებს გითხე სასულიერო სასწავლებლის ყველაზე მეტად რა არ მოგწონს მეთქი სასულიერო პირებში ხო როგორ მაინტერესებს ასიტყვი ხო აბა რა თქვეს მამა აი რაზეც საუბრობთ ანგარება არ მოგწონს გამორჩევა იციან ყველაზე არ ვიტყვი მაგრამ ნუ აი თქვათ არის ბიზნესმენი არა მოდელზე არ ვამბობ საერთოდ ან ყველა ადამიანში და ყველა ადამიანში არის რა თქმა უნდა მე იმას ვლაპარაკობ მაგრამ მე რას ვამბობ იმას ვამბობ რომ რაც არის ბერი ხო და სხვათა შორის ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე უბრალოდ რას ვლაპარაკობ იცი რომ ჩვენ გვჭირდება ხალხის აზრის გათვალისწინება ანუ მე უნდა ვკითხო ახალგაზრდას მოდი მითხარი შენ ჩემში რა არ მოგწონს ყველაზე მეტად ეს ვიღაცას მოეწონება არ მოეწონება ეს არის ჩემი განვითარების უპირველესი პირობა ისე როგორ ვითარ ანუ როდესაც მეუნება რომ საკმარისად ხშირად გამორჩევა ფიგურირებს მე უნდა ვიმუშავა მართულებით ხო ბატონო ყველაზე დიდი სიამონება როდის მოდის როდესაც ახლა რაც მინდა წერილშია სიკეთეს რო აკეთებ ერთი ხელი რო აკეთებს მეორე მარიცის ხო როცა რაღაცას კი არ ელოდები უბრალოდ სიკეთეს აკეთებ იმიტომ რომ გინდა რომ გააკეთო ამას დიდი სიამონება არცაფერი არა როცა ფულს ელოდები როცა საჩუქარს ელოდები ეგ უკვე აღარ არის აღარ არის და როგორ გითხრა ესეც ხო ღვთაებრივი მადლისგან დაცლილია რა ხო ეხა ანგარებაზე ვსაუბრობთ ჩემი ახლობელი მეუნება რომ ნათესავი მეუბნებაო მეო თუ ვიღაცისგანო
გამორჩენას არ ველიო, გამარჯვებასაც არ ვეუბნები. წარმოგიდგენია შე რა დონეზეა დასული კაცი. გამარჯვება რაღა გახდა რომ ადამიანს მიესალმო გაუღიმო, თავი დაუქნიო. აი როგორი ცხოველი შეიძლება გახდეს კაცი. ხო და ერთ-ერთი ჩვენი უბედურება აი რომ ლაპარაკობთ გამაიმუნებას ადამიანის არა რაში მდგომარეობს აი ესეთი ანგარებიანი გახდა კაცი. ანგარებიანი ყოველთვის იყო მასა, მაგრამ დღეს განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ანგარება, ფული, ვერცხლის მოყვარეობის ხანაა, ხო? არის ნაწილი ასარმათული ანტიქრისტე რომ მოდის არა, ვერცხლის მოყვარეობის გარემოში მოდის. და დღეს კერპი გახდა ფული. ღმერთის მაგივრად ფული. რამდენი ლაპარაკობს, ფული, ძირითადი. ხო. აქცენტი რაზე გეთდება, ფული გააკეთო, ხო? რამდენთან ეს წინ წამოწეულია. ესეთი ვითარება სამწუხაროდ ესეთი ადამიანი მივიღეთ ამ პერიოდში. ანუ ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მამაო ხდება ხოლმე, მამაო ის ადამიანის სისუსტეები არის და რა არის, ყველაზე მამაო სულ ფიქრობ ხოლმე მეც სიმართლე გითხრათ მაგაზე და მაგიტომ მიყვარს თქვენი ეთერი და თქვენი დარიგებები ხოლმე და მაგიტომ ხშირად აი რაც გააცდინეთ მამაო სუმითა რო იარო და ანაზღაუროთ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი და რას ვფიქრობ ხოლმე იცით მამაო იმ ადამიანს ვისაც დღეს ახსოვს რომ აი სიტყვაზე მდიდარია პატივსაცემი და რაღაცა დავიწყდა რომ სიკვდილი არსებობს და 60 და ჯოჯოხეთი. აი მე ვხედავ ამ პრობლემას მამაო, აი რა ვქნა მომკალი თუ გინდა. აი უბრალოდ ის ადამიანი ვისთვისაც ახლა პატივსაცემი არის ვიღაცა მიუღებელი საზოგადოებისათვის ყველაფრის კადრებელი ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცას წარმოადგენს თანამდებობას ან ფული აქვს რაღაცა იმ ადამიანს დაავიწყდა რომ ზეცა არსებობს და სიკვდილი თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გახსოვდეს და შენთვის მაგალითი არ იყოს სიტყვაზე რომელიღაცა მოძღვარი პატრიარქი ან ვიღაცა და უცბად იყოს ვიღაცა რაღაცა თანამდებობის პირი ან ფულიანი ვიღაცა სიტყვაზე კაზინოს დირექტორი ან ბანკის ბანკირი სიტყვაზე ვერ ხვდები ხოლმე მამა გიორგი აი ეს რაც აღნიშნე ეშმაკი არის ძალიან ჭკვიანი მაგარი. იცი როგორი ფსიქოლოგიური გარდატეხა ხდება ადამიანში, რომ პირველი არის ფული, პირველი არის პატივი, პირველი არის სიამოვნება. აი მერე ღმერთისთვის შეიძლება ადგილი დარჩეს. ეგრე შესაძლოა. და როგორი შერწყმა იქ ღმერთის ფიგურირებს. მაგრამ კიდევ მეორე წამყვანი არის მიწა. სხვათა შორის ეს მარტო ერთში არ არის, ზოგჯერ ბერშია შეიმჩნევა. პატივი ჯერ, ფული, მერე უკვე ღმერთი. ეს პირდაპირ აღნიშნავ, რომ არ არის ადვილი, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი დაკვირვების შედეგია. მაგრამ დაძლევა და ძნელია, მამო. ძალიან ძნელია, ძალიან, იმიტომ რომ კიდევ მეორე იაყრიან, მამო, ბოროტმა ხო იცი, სადაც ისუსტე გაქვს იმ ადგილას გიტევს ხოლმე რა. ეს ძალა არის უჭკვიანესი ძალა, ღმერთს ემძის სამხელა ინტელექტური შესაძლებლობები აქვს. კიდევ მეორე წამყვანი არის ეს. და მერე უკვე ისეთ შერწყმას გააკეთებ, რომ იქ ღმერთიც არის უზენაესის და ამ შემთხვევაში თავსაც იტყუებ, აი უფალსაც ხო ფიქრობ მე, რაღაც კეთილ საქმესაც ხო ვაკეთებ, რაღაცა ეკლესიასაც ხო ვემსახურები, აიგე და აი ამით უკვე აი ეს იჩრდილება, წამყვანი რა არის? მიწა, ფული, პატივი და ასე და ასე შემდეგ. ხო და კიდე მეორე საკითხი რა არის? ნუ ზოგიერთი თელი ჩვენი პრობლემა რაში მდგომარეობს კიდე რომ აი საუბრობთ ხო ჯოჯოხეთის 60 იმ ქვეყნიური ცხოვრება საქმეზე რომ მიდგება რა ეს რწმენა ღრმა არის და სერიოზულია ხო ხულასავით იშლება
აი მე რაც თქვი ხა, აი მოდის. იგივე ვიქნები მეც, რაღაცა რომ აუცილებლად, კი ბატონო. მოდის სიკვდილის თან შეხვედრის პერიოდი. იცი რა მძიმე გამოცდა. შეიძლება წლები გაატარო, აწლეულები და სხვა ფსარიგებდე სულის უკვდავება, საქმეზე რომ მიდგა. იქ შენ. წმენა ხუხლასავი დაიშალოს. ბატონო. სულის უკვდავებასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი იყოს. რითაც დავიწყეთ ფიზიკური ტკივილი. იმდენად მძიმე განსასწრელია, რომ ზოგჯერ უფლის წმენასაც კარგავს ადამიანი. ძალიან რთულ გამოცდას ჩაგიტარებს უზენაესი. ძალიან დიდი ბრძოლებია აქ. და აი რაღაც მომენტში მოდის ურთულესი ბრძოლა. ხო და მით უმეტეს ახლა ამ თემებზე რომ არ უფიქრია ადამიანს და თანამედროვე 21 საუკუნის ადამიანი. წადი ევროპაში სხვაგან ახლა რა 64-ზე ჯოჯოხეთზე რო ელაპარაკო შეიძლება სულელა ჩაქთვალო. ხო, ისე ჩვენთან მაინც ეს რო არის რომ აი ხო მიუხედავთ იმისა რომ ისე მამაოც არ მაგარი სასულიერო პირები გყავს რატო იცით მამაო მიუხედავთ იმისა ამდენი გაჭირვება ამდენი ტკივილი ამდენი რაღაცა და მაინც რომ ამ იმას წევენ მამაო ძალიან ძნელია მამაო აი ბოროტმა ეხა აი წარმოგიდგენთ ხა ზოგი არის მამაო რომ ძალიან გაუბედურებული რაღაცა და შესთავაზეს ბოროტი მამაო ამ ხელა იმას როგორი ამის დატევა და აწევა მამაო ძალიან ძნელი და რო ძმას კარგავს იმ დონის რაღაცასო შემოგთავაზებს საერთოდ ისე წარმოგიდგენ მოვიდა ვიღაცა და ამდენსაც გინდა შემოგწირა ამის დატევა არის ძალიან ძნელი ოჯახები ინკრევა ამი და ძმას არ არის ლაპარაკება ბინის გამო რაღაც წარმოიდგინეთ მამაო და ეხა რაზე არის ლაპარაკი ხო მამამ შვილი დაკარგა ბინის გამო რაღაცა და იგივე რაღაცას გიქმნის შენ წარმოგიდგენ ვიღაცა მოდის და ჩუქნი ამბობს მოერიო როგორია მამაო ხო ართულია ამიტომაც ჩვენი ცხოვრება ეს კამპეტების ჭამა არ არის. უფალთან ურთიერთობა გულისხმობს, რომ ძალიან რთული გამოცდები უნდა ჩააბაროს. მით უმეტეს სასულიერო პირებმა. იქ იმდენი ნაღმია, რაზეც შეიძლება აფეთქდეს. მოძღვარი, პირდაპირ ვამბობ. ძალიან ბევრი. და აი ყველა ამ განსასწრებს გამოგატარებს ღმერთი, რომ შეგახედოს შენ თავს აი ამ განსასწრების დროს როგორ მოიქცევი რა თვისებებს გამოამჟღავნებ გაუძლებ თუ არა ამ ყველაფერს თუ და აი ღრმა ანალიზი რო კეთდება ეს არის ურთულესი გზა რომელიც მიდის უფლისკენ მაგრამ ამაზე რთული გზა არ არსებობს ძალიან დიდი მადლობა. რახან უფლისკენ ის მაგიტომ არის მამაო ზუსტად რთული რა, თორე უფლისკენ რო არ მიდიოდეს ეს მახეები არ ექნებოდა ბოროტს და უბრალოდ რაღაცა გაგორებული კოჭი გვექნებოდა, მაგრამ საქმე რა შეიცით მამაო, ამ მოძღვრებსაც მაგიტომებთვის რომ ვიღაცა ადამიანი ღმერთამდე არ მივიდეს რა. და გეხვეწებით, აი რაც არ უნდა ნახოთ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა იმასკაც მეორედ მოსვლის პერიოდი არის ეხა და ურთულეს სიტუაციებში შეგიქმნით ბოროტი. იქ მოძღვრის სახით, თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანების სახით, მაგრამ ამ ყველაფერმა არ დაგაბკოლოთ თქვენ ამ გზაზე იარეთ აუცილებლად რა. ხო, მამაო, მაგიტომ ხდება, ხო? დიდი მადლობა, მამაო, ესეთი ლამაზი საუბრისათვის, ჩვენი პატრიარქის კარგად ყოფნა იყოს, ცოტა შედარებით უკეთესობა იგრძნობაო და მადლობა ღმერთს, რომ არის უკეთესობა. ბედნიერებას გისურვებთ, მამაო, ყველაფერს იკეთეს. ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად აუცილებლად. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა დავით ციცქიშვილი გახდათ. ჩემი სტუმარი, აი ესეთი პირდაპირი და ესეთი იმით, მაგრამ მამა ვარი ლექტორი და იცის ხოლმე ადამიანების ლექციის წაკითხვა, დარიგება იცის და ბევრი მოძღვარიც მიმართავს ხოლმე დარიგებისათვის და ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი უბრალოდ რიგითი ლექცია იყო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ, დავინახოთ ჩვენი თავი, შეგვიძლია რომ თქვათ, რომ ვითომ ეს მე არ ვარ, მაგრამ ყველა ვართ. ის ავაზაკები ვართ, ყველა მარცხნივ და მარჯვნივ. ზოგი ვაღიარებთ, ზოგი ვერ ვაღიარებთ და ასე შემდეგ და ვაღიაროთ ჩვენ თავში ჩვენი სისუსტეები, იმიტომ რომ ეს სისუსტეები ყველაში დევს. კარგად ზანდებოდეთ დროებით, გემშვიდობებით, პატივნებს განსაკუთრებით კიდე თქვენ ტკივილთან ერთად მოგიკითხავთ და ღმერთმა ბედნიერი ღამეები მოგცეთ და ჩვენ პატრიარქზე ილოცეთ თუ შეგიძლია და ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებებს გისურვებთ, ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8:30-ისათვის დროებით.